მოგესალმებით. დღეს საკმაოდ უცნაურ, მაგრამ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. წარმოიდგინე, ერთ დილით იღვიძებ და აღმოაჩენ, რომ დედამიწაზე შენს გარდა არავინ დარჩენილა. ყველა ადამიანი უბრალოდ უკვალოდ გაქრა. რა ბედი ეწევა ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ტექნოლოგიებს, ყველაფერს რაც შევქმენით. დღეს სწორედ ამ ჰიპოთეტურ სცენარს ჩაუღრმავდებით. დავეყრდნობით სხვადასხვა წყაროს, მაგალითად, ალან ვაისმანის ცნობილ სტატიას, მეცნიერების მოსაზრებებს, ასევე YouTube არხს, ცოდნის პორტალის ვიდეოს. ვნახოთ, როგორ დაიბრუნებს ბუნება თავისას. ეს რაღაცაად გვაფიქრებინებს ჩვენს გავლენაზე, ხომ? კი, ნამდვილად საფიქრალია. მით უმეტეს დღეს, როცა ამდენი ვართ და ჩვენი კვალი პლანეტაზე, ძალიან დიდია. სხვათა შორის, ავსტრალიელი ვირუსოლოგი პრენკ ფენერი ჯერ კიდევ 2010-ში საკმაოდ პესიმისტურად იყო განწყობილი. ვარაუდობდა, რომ ადამიანების გადაშენება შესაძლოა შემდეგ საუკუნეშიც დაწყებულიყო. სერიოზული პროგნოზია. კი, თუმცა ჩვენ დღეს ჰიპოთეტურ სცენარს განვიხილავთ, რა მოხდება შემდეგ. ჩერნობილის მაგალითი, ხო? მართალია ტრაგედია, მაგრამ გვაჩვენებს, თუნდაც ექსტრემალურ პირობებში რადიაციის ფონზე როგორ იწყებს ბუნება აღდგენას, როცა ადამიანი მიდის. შტამბეჭდავია ბუნების გამძლეობა მართლა. კარგი, მოდი დავიწყოთ თავიდან. პირველი საათები, დღეები. რა ხდება მღისიერად? ალბათ სიბნელე, ხო? შუქი ქრება. სავარაუდოდ კი. ელექტროენერგიის გლობალური გათიშვა, ფაქტობრივად გარდაუავალია. ელექტროსადგურების უმეტესობას განსაკუთრებით ნახშირზე, გაზზე, ნავთობზე რომ მუშაობს, მუდმივი მიწოდება და ოპერატორები სჭირდება. ხო, ამის გარეშე ძალიან მალე გაჩერდებიან. და ატომურები, ჰესები, ეგენიც. ატომურები და ჰესები პრინციპში ავტომატურ რეჟიმში ცოტა ხანს იმუშავებენ კიდევ, მაგრამ ესეც დროებითია. მათ რთულ სისტემებს მუდმივი კონტროლი სჭირდება, ტექნიკური მომსახურება. პერსონალის გარეშე უსაფრთხოების სისტემები ან ავტომატურად გათიშავენ რეაქტორებს, ან რაღაც გაფუჭდება და მაინც გაჩერდება. არც ქარის და მზის ენერგია გვიშველის. პატრონოთ ქარის ტურბინები მალე დაზიანდება, მექანიკური ცვეთა, მზის პანელები კიდე მტვრით დაიფარება, ეფექტურობა დაეცემა, მოკლედ სრული სიბნელეა მოსალოდნელი. გასაგებია. ესე იგი, შუქი ჩაქრა. და მერე. ამას ხომ ჯაჭვური რეაქცია მოხდება, არა, სხვა რა სისტემები ითიშება. დიახ, ნამდვილად დომინოს ეფექტია. შუქის გარეშე წყლის ტუმბოები ჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ქალაქების უმეტესობაში სასმელი წყალი აღარ იქნება. საკანალიზაციო სისტემებიც მოიშლება. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე, ასე თქვა, დრამატული შედეგი მეტროს სისტემებს ეხება. მეტროს? რატომ? ბევრი მიწისქვეშა გვირაბი, განსაკუთრებით ძველ ქალაქებში, გრუნტის წყლების დონის ქვემოთაა. მანჰეტენზე მაგალითად. მან ხო ოდესღაც მდინარეები იყო, მერე მიწისქვეშ მოაქციეს. ათასობით ტუმბო მუშაობს სულ, რომ არ დაიტბოროს. და ჩვენთან თბილისში, რუსთაველის სადგური ძალიან ღრმაა, როგორც ვიცი. წყაროებში ეწერა, რომ დღეში 25,000 ტონა წყლის ამოტუმბვა სჭირდებაო. ხო, ზუსტი დრო ძნელი სათქმელია, მაგრამ ალბათ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ კვირაში. ეგეთი ღრმა გვირაბები სულ წყლით აისება. მერე ეს წყალი დააზიანებს კონსტრუქციებს, კოროზია წავა, ჩამოინგრევა კიდეც გვირაბები. და ეს ზემოთაც აისახება, შენობებზე, გზებზე. რა თქმა უნდა. ზედაპირზე შეიძლება გზები ჩავარდეს, შენობებს საძირკველი გამოერეცხოს, დაინგრეს კიდეც. ფაქტობრივად, ქალაქი მიწისქვეშეთიდან დაიწყებს ნგრევას. ეს გვაჩვენებს, რა მყიფეა ჩვენი ინფრასტრუქტურა მუდმივი ჩარევის გარეშე. გასაგებია. ქალაქები ფაქტობრივად ეგრევე იწყებენ რღვევას. მძიმე სურათია. და ცხოველები, განსაკუთრებით შინაური ცხოველები, ჩვენზე რომ არიან დამოკიდებული. ეგ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტია თავიდანვე. მილიონობით ძაღლი, კატა, ჩიტები, სახლებში ჩაკეტილები რჩებიან. უწყლოდ უსაჭმელოდ. ფერმებში პირუტყვი, ფრინველი, ზოოპარკებში ცხოველები. ყველა განწირულია მოვლელების გარეშე. და ვინც გარეთ გასვლას მოახერხებს, ისინი გადარჩებიან? მათაც ძალიან გაუჭირდებათ. გადარჩენის ინსტინქტები დაკარგული აქვთ უმეტესობას. ველურ ბუნებასთან შეხვედრა. ფატალური იქნება. დიდწილად, კი. ქალაქებში და გარშემო სწრაფად დაბრუნდებიან გარეული ცხოველები, მელიები, ტურები, მგლები, დათვებიც კი. ადგილმდებარეობას გააჩნია.
და ადვილ ნადავზე, ანუ შინაურ ცხოველებზე, დაიწყებენ ნადირობას. გადარჩენის შანსი ცოტას ექნება მკაცრი ბუნებრივი გადარჩევა წავა. ვინც გადარჩება, შეიძლება დროთა განმავლობაში ისევ გაველურდეს. მძიმეა ცხოველების ამბავი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ნაწილია იმ კატასტროფების კასკადისა, რაც გველის. უფრო გლობალური საფრთხეებიც ხომ არის? კი, ნამდვილად. პირველი კვირები და თვეები კიდევ უფრო მასშტაბურ პრობლემებს მოიტანს. ყველაზე საგანგაშო ალბათ ატომური ელექტროსადგურებია. დედამიწაზე სადღაც 440 მოქმედი რეაქტორია. და მათ მუდმივი გაგრილება სჭირდებათ, ხო? დიახ, რეაქციის შესაჩერებლადაც კი. ეს გაგრილების სისტემები კიდევ შუქზე და პერსონალზეა დამოკიდებული. ანუ შუქი რო ქრება და ხალხი აღარ არის. გაგრილება ჩერდება, ბირთვი იწყებს გადახურებას, დნობას და საბოლოოდ აფეთქებას. რადიოაქტიური მასალები ჰაერში იფრქვევა. ეს იგივე ჩერნობილია ან ფუკუშიმა. 400-ზე მეტი პოტენციური ჩერნობილი. მთელ პლანეტაზე. ეს ხო წარმოუდგენელი რადიაციული კატასტროფაა. კი, ზოგი შეიძლება ერთდროულადაც აფეთქდეს, ზოგი მიყოლებით რამდენიმე კვირაში ან თვეში. რადიოაქტიური მტვერი ქარს მთელ პლანეტაზე გადააქვს, დაბინძურდება ნიადაგი, წყალი. მცენარეები, ცხოველები დაიხოცებიან მასობრივად. გადარჩენილებში მუტაციები წავა. ამას დაუმატოთ ხანძრებიც ალბათ. მეხი რომ დაეცეს სადმე. ზუსტად, უკონტროლო ხანძრები. მეხის განარ სხვა ბუნებრივი მიზეზით გაჩენილს არავინ ჩააქრობს. ტყეები, სოფლები დაიწვება. და კიდევ, სანაპირო ქალაქები, ვენეცია, როტერდამი, ვაშინგტონის ნაწილი, ჯებირები და ტუმბოები რო აღარ იმუშავებს, წყლით დაიფარება. მოკლედ, პირველი პერიოდი ნამდვილი ქაოსია დარჩენილი ბუნებისთვის. კარგი. ცოტა წინ გადავახვიოთ. გავიდა ეს პირველი მწვავე კატასტროფები, თქვათ, რამდენიმე 10 წლეული საუკუნე. ჩვენ ჩერნობილი ვახსენეთ როგორც აღდგენის მაგალითი. რას გვიჩვენეს იქაურობა? ხო, ჩერნობილის ზონა, მიუხედავად რადიაციისა, მართლა უნიკალურია. ადამიანების არყოფნამ ბუნებას ტერიტორიის დაბრუნების საშუალება მისცა. ქალაქი პრიპიატი 40,000 კაცი ცხოვრობდა, ახლა სულ მცენარეებში იფარება. შენობების კედლებში ხეები იზრდება, სახურავებზე ბალახი, ქუჩები ტყედ იქცა. და ცხოველები? ისინიც დაბრუნდნენ? კი, რაც ყველაზე გასაკვირია, მგლები, დათვები, ფოცხვერები, ლოსები, ხორები, პრჟევალსკის ხენებიც კი. ეს გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ადამიანის წნეხის მოხსნა უფრო მნიშვნელოვანია ბუნებისთვის, ვიდრე თვითონ რადიაცია. თუმცა, რადიაციის გრძელვადიანი ეფექტი გენეტიკაზე, ეგ ჯერ კიდევ საკვლევია. ესე იგი, ქალაქები ნელ-ნელა მართლად კედად იქცევა. მაგრამ შენობები? რამდენ ხანს გაუძლებენ? ჩვენი ცათამბჯნენები, ხიდები? ეგ მასალაზე და კონსტრუქციაზეა დამოკიდებული. თანამედროვე შენობების უმეტესობა რკინა-ბეტონის დაახლოებით 100 წელზეა გათვლილი. ხიდები 120-ზე, ჰესების კაშხლები 200-250. მაგრამ ეს თუ უვლიან, ხო? დიახ, ეს მხოლოდ მუდმივი მოვლის პირობებში. უპატრონო დრღვევა ბევრად სწრაფად მიდის. წყალი, ღინვა, მცენარეების ფესვები, ქარი, ყველაფერი აჩქარებს დაშლას. და რომელი ნაგებობებია ყველაზე სუსტი? განსაკუთრებით მინა და მეტალი. თანამედროვე ცათამბჯენებს შუშის ფასადები მალე ჩაემსხვრევა ქარისგან, ტემპერატურის ცვლილებებისგან. ფოლადის კონსტრუქციები დაჟანგდება, სიმტკიცეს დაკერგავს. ხის სახლები ალბათ ეგრევე. ხის სახლები ხანძრების და ლპობის გამო მალე გაქრება, კი. ყველაზე გამძლე ქვაა, როგორც ისტორიაც გვიჩვენებს. ეგვიპტის პირამიდები, კოლიზაუმი, ჩვენი ძველი მონასტერები, თამარის ხიდები 1000 წელს გაუძლეს და კიდევ დიდხანს იდგებიან ალბათ. თუმცა მცენარეები მათაც დაფარავენ. და ჰესების კაშხლები ახსენე. მათი გარღვევა რას გამოიწვევს? დროთა განმავლობაში ასობით, ათასობით კაშხალი თელ სოფლიოში დაზიანდება და გაირღვევა. ეს გამოიწვევს უზარმაზარ კატასტროფულ წყალდიდობებს ქვემოთ, მდინარეების ხეობებში. ანუ მთელი ლანდშაფტი შეიცვლება. რადიკალურად. გაანადგურებს არსებულ ეკოსისტემებს, მაგრამ შექმნის ახალ ტბებს, ჭაობებს, აღადგენს მდინარეების ბუნებრივ კალაპოტებს. ამას დაემატება კოსმოსური ნაგავიც, ათასობით სატელიტი. სატელიტებიც ხომ სვივა? კი, ორბიტის კორექტირების გარეშე ნელ-ნელა სიჩქარეს და სიმაღლეს კარგავენ ხახუნის გამო. საბოლოოდ დიდამიწაზე წამოვა. უმეტესობა დაიწვება ატმოსფეროში, მაგრამ დიდი ნაწილები ჩამოვარდება და რაღაცას დააზიანებს. გასაგებია. და 1000 წლეულების მერე, როცა უკვე ქალაქები ტყეა, კაშხლები დანგრეული, რა რჩება ჩვენგან?
აი ეს რაც დროს ყველაზე მეტად უძლებს. წყაროებში იყო პლასმასზე და რეზინზე. ოკეანეში რომ ნაგვის კუნძულებია და ტანკერებიდან ნავთობი რომ იღვრება. ეგენი სამუდამოდ რჩება. ეგ მართლა დიდი კითხვაა, რა ბედი ეწევა ჩვენს ყველაზე მტკრად ნაგავს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ხო, უზარმაზარი პრობლემაა. ნავთობი ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს, პლასტმასას საუკუნეებით ტივტივებს ან მიკროპლასტმასად იშლება. მაგრამ აქ ერთვება ევოლუცია და ბუნების თვითგაწმენდის მექანიზმები, ოღონდ ძალიან ნელი. ევოლუცია. ანუ ბუნება ისწავლის პლასტმასის ჭამას? არის ასეთი ჰიპოთეზა და გარკვეული მტკიცებულებებიც. უკვე იპოვეს ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ პლასტმასის ზოგი ტიპის, აი PET ბოთლების მასალის დაშლა. ადამიანების გაქრობის მერე ეს უზარმაზარი პლასტმასის მასა გარემოში ძლიერ ევოლუციურ წნეხს შექმნის მიკრობებისთვის. მილიონობითი წლის განმავლობაში სავსებით შესაძლებელია, რომ განვითარდნენ და ისწავლონ ამ მარადიული ნარჩენების, პლასტმასის, რეზინის, ხიმიკატების დაშლა და გამოყენება. ვაუ, ეს მართლა საოცარი პერსპექტივაა. თითქოს ბუნება მაინც პოვულობს გამოსავალს და სხვაც დაბინძურება. ნიტრატები, CO2. სხვა რამეები შედარებით მალე ქრება. აი სოფლის მეურნეობიდან მოხვადრილი ნიტრატები, ფოსფატები წყალსა და ნიადაგში რამდენიმე ათეულ წელიწადში ნორმას უბრუნდება. ნახშირბადის კვალი, ანუ ტყეების გაჩეხვით გამოწვეული CO2 მცენარეებმა დაახლოებით 120 წელიწადში შეიძლება შთანთქან, ტყეები რო აღდგება. მაგრამ წიაღისეული საწვავის CO2. ეგ ხომ ბევრად მეტია? კი, ეგ გაცილებით რთული ამბავია. აი ნახშირის, ნავთობის, გაზის წვის შედეგად დაგროვილი ჭარბი CO2-ის სრულად შთანთქმას და კლიმატის ძველ დონეზე დაბრუნებას ალბათ 10,000, შეიძლება 100,000 წელი დასჭირდება. და ჩვენი ცნობილი ძეგლები. ეიფელი, თავისუფლების ქანდაკება. მაგათი მეტალის სტრუქტურები საღებავის მიუხედავად კოროზიას ვერ გაუძლებს მოვლის გარეშე. ვარაუდობენ, რომ ეიფელი სადღაც 120-150 წელიწადში ჩამოინგრევა. თავისუფლების ქანდაკების ფოლადის კარკასიც დაზიანდება, სპილენძის პერანგი ჩამოიშლება. ანუ ფოლადიც კი ვერ ძლებს? უჟანგავი ფოლადი, აი ნიჟარები, ქირურგიული ინსტრუმენტები შეიძლება დიდხანს დარჩეს, მაგრამ საბოლოოდ ბუნებრივი პროცესები მათაც დაშლის. ესე იგი გამოდის, რომ ძალიან შორმომავალში, თქვათ 100,000 წლის მერე, ჩვენი არსებობის თითქმის ყველა ფიზიკური კვალი გამქრალია. ტყეები აღდგენილი, მდინარეები დაბრუნებული, ცხოველები ყველგან, იქაც სადაც ქალაქები იყო ან ატომური იარაღს ცდიდნენ. დიახ, მეცნიერთა უმრავლესობა მაგაზრზეა. ათეულობით, ასეულობით 1000 წლის მერე ფიზიკური კვალი პრაქტიკულად წაშლილი იქნება. ერთადერთი რაც შეიძლება ჩვენზე მიანიშნებდეს, ეს არის პირველი ზოგიერთი რადიოაქტიური იზოტოპის კვალი ნიადაგში, აი ბირთვული აფეთქებებიდან და რეაქტორებიდან დარჩენილი, რომლებსაც ძალიან გრძელი დაშლის პერიოდი აქვთ. და მეორე, შესაძლოა ძალიან თხელი პლასმასის ფენა გეოლოგიურ შრეებში. ისიც თუ ვინმე მომავალში არქეოლოგიურ ან გეოლოგიურ კვლევას ჩაატარებს. ეს რაღაცნაირად, აი, თავმდაბლობობისკენ გვიბიძგებს, არა? მთელი ჩვენი ისტორია, კულტურა, ტექნოლოგია, ეს გრანდიოზიოზული შენობები. კოსმიური დროის მასშტაბით თითქმის არაფერს ვტოვებთ. ნამდვილად ეგრეა. და აქ პარადოქსიც არის, ხო? ადამიანების გაქრობა თავიდან კატასტროფაა, რადიაცია, ხანძრები, ინფრასტრუქტურის კოლაფსი, ცხოველების დაღუპვა. დამანგრეველია დარჩენილი სიცოცხლისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, საუკუნეების და ათასწლეულების მერე, ეს ბუნებისთვის შეიძლება ითქვას სასარგებლოც არის. ხსნის იმ უზარმაზარ წნეხს, რასაც ჩვენ ვახდენთ, აჩერებს სახეობის მასობრივ გადაშენებას, რასაც ჩვენ ვიწვევთ. ბიომრავალფეროვნება აღდგება, ევოლუცია ბუნებრივად გრძელდება, თითქოს ეკოლოგიური საათი ნულდება. მაშა, რა არის მთავარი დასკვნა ჩვენთვის მსმენელისთვის ამ გონებრივი თამაშიდან? ვიმოგზაურეთ დროში პირველი ქაოსიდან 1000 წლეულების შემდგომ თითქმის პირველ ყოფილ დედამიწამდე, ვნახეთ ტექნოლოგიების კრახი, ბუნების დაუოკებელი ძალა, რომელიც ჩვენს კვალს შლის და დავწმონდით, რომ ჩვენი ერთი შეხებლით ყოვულშემძლე ცივილიზაციის კვალი რაღაც ქიმიური და რადიოაქტიური აჩრდილების გარდა პლანეტის მეხსიერებაში თითქმის შეუმჩნეველი რჩება. კი, ეს ნამდვილად გვაფიქრებინებს ჩვენს ადგილზე ამ პლანეტაზე. და ერთი საბოლოო აზრი, რომელიც წყაროებშიც იყო ნახსენები. ერთ-ერთი წყარო YouTube ვიდეო მოკლედ ეხებოდა სცენარს, როგორი იქნებოდა დედამიწაზე დარჩენილი ერთი ადამიანი.
არა, ყველა რომ გაქრეს, არამედ ერთი რომ დარჩეს. ხო, ჩვენ ვსაუბრობდით პლანეტაზე ადამიანების გარეშე, მაგრამ აი შენთვის დაფიქრდი ერთი წუთით. როგორი იქნებოდა სრული ფსიქოლოგიური იზოლაცია? მარტო რომ ხარ ამ ცარიელ, მაგრამ თან სახიფათო სამყაროში. მძიმე წარმოსადგენია. წარმოიდგინე შენ ხარ ეს ბოლო ადამიანი. რა უნარები დაგჭირდებოდა უცებ? საჭმლის შოვნა, წყლის გაფილტრვა, თავშესაფრის პოვნა, გამაგრება, ელემენტარული მედიცინა, რამე ტექნიკის ამუშავება და რაც ალბათ ყველაზე რთულია, მარტოობა. იმის წოდნა რომ არავინ აღარაა. როგორი იქნებოდა ეს სინამდვილეში? პასუხი არ გვაქვს, მაგრამ დაფიქრება ნამდვილად ღირს.